რუსეთი სრულად აკონტროლებს ლუგანსკს. ეს იყო გრანდიოზული განცხადება, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა 1 აპრილს, როცა ცდილობდა ხაზი გაესვა იმაზე, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი რეგიონი დაკარგა. მაგრამ ლუგანსკი ისეთი კონტროლის ქვეშ არ არის, როგორც რუსეთს გონია. ამჟამად რეგიონში რაღაც უცნაური ხდება, რადგან რუსეთის ძალებს ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს რეალურ ტერმინატორის ფილმში ცხოვრობენ. ლუგანსკის ცა აღარ ეკუთვნის რუსეთს, ეხლა ის უკრაინას ეკუთვნის. ლითონის მანქანები პუტინის ძალებს ლუგანსკში სიკვდილს უტანენ და მხოლოდ რამდენიმე დღეში ვიხილავთ, როგორ შემოტრიალდება უკრაინის დგაინის მდგომარეობა რეგიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსს ბევრი აქვს სათქმელი რუსეთის ლუგანსკ-ლუგანსკის კონტროლის პრეტენზიებზე. ტელეგრამზე გამოსვლისას კორპუსმა ისიერად უარყო რუსეთის პრეტენზიები, როცა გამოავლინა ოპერაცია, რომელიც აჩვენებს, რამდენად მყიფეა რუსეთის კონტროლი ლუგანსკზე. ტრის განცხადებებზე ლუგანსკის რეგიონის სრული დაკავების შესახებ ვაცხადებთ. ოპერაციას ლუგანსკის რეგიონსა და აღმოსავლეთ სლობოჟანსკის რეგიონში ლოგისტიკური მარშრუტების კონტროლისთვის. კორპუსმა ხმამაღლა განაცხადა და დაამატა. ლუგანსკი, სტარობილსკი, ალჩანსკი, ბრიანკა, კადეევკა ახლა მესამე არმიის კორპუსის უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლის ქვეშაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ადგილზე ბევრი ჯარი ყავს, მას არ აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვა, რათა უკრაინის დრონებს შეუშალოს ხელი ზიანის მიყენებაში, როგორც ლუგანსკში, ასევე ინგრუსულ ტერიტორიაზე, რომელიც რეგიონის მიღმა. ეს ნიშნავს კონტროლს. თუცა ღია მფრინავი ტერმინატორები მოდიან. რუსი ჯარები შეშინებულები არიან. მათ იციან, რომ ნებისმიერი დაცვა რაც ეგონათ, რომ ჰქონდათ ილუზია, რადგან მესამე არმიის კორპუსი ისევ და ისევ ურტყამს. ოპერაციის დეტალები აჩვენებს, თუ როგორ აზიანებს უკრაინა რუსეთს ლუგანსკში. და რასაც ამ ოპერაციაში ვხედავთ, პუტინისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემის დასაცვესია. ამჟამად სწორედ უკრაინა აკონტროლებს ლუგანსკის ცას. მაგრამ ამ საკითხის უკან დგას კიდევ უფრო დიდი პრობლემა. უკრაინა ემზადება სახმელეთო კონტრშეტევებისთვის, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მიერ ტერიტორიის დაკარგვა, ისევე როგორც საჰაერო უპირატესობის დაკარგვა დონბასის მნიშვნელოვან რეგიონში. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ რაღაც დიდი მოდის. და რამდენიმე წუთში აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მაგრამ ჯერ თავად ოპერაციაზე ვილაპარაკოთ. კიევ-პოსტი დეტალებს ავრცელებს 21 მაისის ანგარიშში, სადაც ნათქვამია, რომ მესამე არმიის კორპუსმა ჩაატარა მაღალი ტემპის ოპერაცია, რომლის დროსაც მან მარტივად აუარა გვერდი რუსეთის მიერ ლუგანსკში განთავსებულ უმეტეს თავდაცვით ზომებს. ტრადიციული საჰაერო თავდაცვა პრობლემას არ წარმოადგენდა, რაც ცოტა დარჩა შეიძლება ესროლაკივეც, მაგრამ მათ ბევრი ვერაფერი გააკეთეს უკრაინის დრონების შესაჩერებლად. რეგიონალური ელექტრონული ომის, ანუ EW-ის ქოლგა, რომელიც რუსეთმა ლუგანსკში შექმნა, ასევე ვერაფერს გახდა უკრაინის დრონების შონების შესაჩერებლად, რადგან ისინი მარტივად აუარეს გვერდი. ეს ორ რამეს გვიჩვენებს. რუსეთის ელექტრონული ომის შესაძლებლობები იმდენად შორს არ ვრცელდება, როგორც პუტინს სჭირდება, და უკრაინა მიცის სან მდებარეობს რუსეთის EW აღჭურვილობა რეგიონში. მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვა გადალახეს, უკრაინის დრონებმა დაიწყეს სუსტი დარტყმების კამპანია, რომელმაც რუსეთის სამხედრო ობიექტები ცეცხლში გაახვია. ჯავშან ტექნიკა ლუგანსკის შიგნით გაანეიტრალეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ გამოიტენებენ რუსეთის შეტევების მხარდასაჭერად დონბასის რეგიონში. წინა ხაზზე მდებარე საბრძოლო მასალის საწყობებიც უკრაინის დრონებმა გაანადგურეს, რის შედეგადაც რუსული ძალები დარჩნენ შეტევებისთვის საჭირო ჭურვებისა და ვაზნების გარეშე. ეს ძალები ფრონტზე უკრაინის თავდაცვას დაუპირისპირდებიან სრულიად მოუმზადებლად და ეს ყველაფერი იმ მფრინავი ტერმინატორების გამო, რომლებსაც ვერ ხედავენ. ლუგანსკის შიგნით პუტინის მარიონეტები იმდენად შეშინებულები არიან, რომ ვეღარ ებრძვენ სასუქთიო და შემზარავ საფრთხეს, რომელიც მთელ რეგიონში მათ უახლოვდება. უკრაინას ლუგანსკის ცაზე ისეთი სრული კონტროლი აქვს, რომ მესამე არმიის კორპუსმა ეს შეძლო და გამოიტანა რუსულ ტერიტორიაზე დარტყმების მისაყენებლად. კორპუსის დრონებმა ლუგანსკი გამოიყენეს დარტყმის მარშრუტად, რომელმაც ღრმად შეაღწია რუსეთში და დაარტყა იზვერინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ეს გამშვები პუნქტი მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის კარიბჭე არ არის. ეს არის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური არტერია, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ლუგანსკის გავლით რუსეთიდან დონბასის ფრონტის ხაზზე გადაიტანოს საბრძოლო მასალა, ჯარი და ტექნიკა. შესაძლოა ეს იყოს ნამდვილი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგა რუსეთმა ლუგანსკის ცაზე კონტროლი. ამ კონტროლის დაკარგვასთან ერთად იკარგება ლოგისტიკაც, ხოლო ლოგისტიკის გარეშე ოკუპანტები ადგილზე, როგორც ლუგანსკში, ისე მთლიანად დონბასის რეგიონში, უფრო დაუცველები არიან ვიდრე ოდესმე. მთელი ოპერაციის სათავეში დგას ჯარისკაცი, რომელსაც ლუგანსკთან უფრო ღრმა კავშირი აქვს, ვიდრე ამ რეგიონში მყოფ ნებისმიერ რუს სამხედრო ძალას. ეს ჯარისკაცი ალექსანდრე ივანცოვია, რომელსაც ძირითადი კოდური სახელით სკიდი იცნობენ, რაც აღმოსავლეთს ნიშნავს. ის ლუგანსკელი და ოცეულის მეთაურია. ასევე მისი დანაყოფი სკიდი მესამე არმიის კორპუსის ელიტურ ნაწილებს შორისაა, როგორც კიევ-პოსტი განმარტავს. ივანცოვი იბრძვის იმ დროიდან, რაც რუსეთი შეიჭრა. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი საქმე იყო გარნიზონის გასაძლიერებელი ვერტფრენით განხორციელებული საჰაერო ოპერაცია, როდესაც ის ვერტფრენით ჩავიდა აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში მარიუპოლში, რათა გაეძლიერებინა თავდაცვა. ის მძიმედ იბრძოდა, საჭიროების შემთხვევაში თავს აღწევდა და უთვალავ კილომეტრს გადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რათა უკრაინულ ხაზებს დაბრუნებოდა.
ეხლა სკიდი ოფიციალურად უკრაინის გმირია. მას ეწოდება მარიუპოლში მისი გმირობის შემდობის შემდეგ მიენიჭა. იმის შემდეგ, რაც მათ ლუგანსკში მოახერხეს, ვფიქრობთ, უკრაინას შეიძლება ახალი სუპერგმირის წოდების შექმნა დასჭირდეს, რომელიც სკიდის უკვე არსებულ წოდებასაც შეესაბამება. რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს, ის რაც მესამე არმიის კორპუსმა ლუგანსკში მოახერხა, უარყოფა შეუძლებელია, რომ ეს მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო. ყველაფრის მართლაც შემაძრწუნებელი მხარე ის კადრებია, რომელიც კორპუსის დრონებმა ლუგანსკში გადაადგილებისას გადაიღეს. ეს კადრები კორპუსის ტელეგრამ არხზე გავრცელდა და აჩვენებს, რომ ლუგანსკის ქალაქი მოჩვენებათა ქალაქად იქცა, სულ მცირე რუსეთის თავდაცვის კონტექსტში. ქალაქის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დგას. უკრაინული დრონი ლუგანსკის რამდენიმე მთავარ ღირსშესანიშნაობას უვლის გვერდს, მათ შორის ქალაქის მთავარ განძის, დიდ სასტუმროს ცენტრში და ცირკსაც კი. რუსი ჯამბაზები, რომლებიც უკრაინულ დრონზე უნდა ესროდნენ, არსად ჩანა. სინამდვილეში საჰაერო თავდაცვის მხრიდან საერთოდ არანაირი ცეცხლი არ ჩანს. უკრაინის დრონი გადაუფრენს მთავარ ხიდს, რომელიც ლუჰანკას მდინარეს გადის და ამ პროცესში მშვენიერ ხეცირებს 1 მაისის პარკის ეშმაკის პორბალზე. რუსეთის მხრიდან არაფერი. ის გადაუფრენს რადიანსკას ქუჩას, სადაც ქალაქის რეგიონული ადმინისტრაციის შენობა მდებარეობს. რუსეთის შენობა ნამდვილად უნდა დაეცვა, მაგრამ მაინც არის მის საჰაერო თავდაცვის ცეცხლი. კлау და კлау ჩანს ღირსშესანიშნაობები. ლუგანსკის სასტუმრო, ქალაქის ქვანახშირის მაღარო. არც ერთი ეს ადგილი არ არის რუსი ჯარისკაცების ან საჰაერო თავდაცვის განთავსების ადგილი, რომლებიც უკრაინის დარტყმებს უნდა აჩერებდნენ. უკრაინის დრონებისთვის ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. თითქოს რუსებმა ყველაფერი დაკეტეს და დამალვაში წავიდნენ. ბოლოს უკრაინის დრონის სამიზნე ჩნდება ხედვაში. რუსული სამხედრო მანქანა, რომლის მგზავრებიც როგორც ჩანს, ვერ ამჩნევენ უკრაინის დრონს, სანამ უკვე გვიან არ იქნება. დრონი ეშვება, მანქანა ზიანდება და მთელ ლუგანსკში, შემდეგ კი თავად რუსეთში, ეს სცენა ისევ და ისევ მეორდება. ამ ტიპის ოპერაცია უბრალოდ შეუძლებელი უნდა იყოს. რუსეთის საჰაერო თავდაცვას ლუგანსკში უკრაინის დრონები უნდა შეეჩერებინა. ასე არ მოხდა. რადიოელექტრონულმა ბრძოლამ ეს დრონები კურსიდან უნდა გადაეყვანა. რადიოელექტრონულმა ბრძოლამ ვერ გაართვა თავი. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ რუსეთი ლუგანსკს იკავებს, მაგრამ რეგიონის ცაზე კონტროლი არ აქვს და ეს პუტინისთვის პრობლემაა. ის ეკრნობა რუსეთის დამქანცველ სახმელეთო კამპანიას უკრაინაში პროგრესის მისაღწევად, ხოლო ეს სახმელეთო კამპანია თავისუფლად ეკრნობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლოგისტიკის შეუფერხებლად მუშაობას. როდესაც ეს ლოგისტიკა შეფერხდება, როგორც ახლა ლუგანსკში ვხედავთ, რუსეთის შეტევა იშლება და პუტინის სახმელეთო ძალები სუსტდება. კონტროლი? მეტი კონტროლი. ლუგანსკი ახლა უფრო დაუცველია, ვიდრე ომის თითქმის ნებისმიერ ეტაპზე ყოფილა და ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ რაღაც დიდი მზადდება. ამჟამად უკრაინა სარგებლობს იმით, რომ რუსეთმა ლუგანსკის ცაზე კონტროლი დაკარგა და ლოგისტიკურ ობიექტებს ურთრამს, მაგრამ ეს უკვე ნანახი გვაქვს. ეს არის უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმების კამპანია მოქმედებაში და რაც ჰაერში იწება, ხშირად მიწაზე კონტრშეტევებით ფთავრდება. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ აქ, სამხედრო შოუში. ამას კიდევ ბევრი მსგავსი აქვს, ასე რომ თუ გსურთ მოისმინოთ უკრაინის ომის ამბები, რასაც მთავარი მედია არ გიყვებათ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ასე რომ ლუგანსკის ცა უკრაინას ეკუთვნის. ზოგი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ მესამე არმიის კორპუსის განცხადებები უფრო სიმბოლურია, ვიდრე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინამ ლუგანსკის საჰაერო სივრცეზე კონტროლი აიღო. რა თქმა უნდა, სიმბოლურ მხარეზეც ბევრის თქმა შეიძლება. პუტინის პროპაგანდა ისე ამოწყობილი, რომ თითქოს რუსეთი ლუგანსკს სრულად აკონტროლებს და უკრაინას ამ რეგიონთან შეხებაც კი არ შეუძლია. მესამე არმიის კორპუსი და მისი დრონები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ამ მოსაზრებას და ეს დაამტკიცეს მაისის ბოლოს განხორციელებული შეტევით. მაგრამ საქმე ამით არ მოიწურება. კორპუსის დრონების დარტყმების კადრები გვაჩვენებს, რომ რუსეთის თავდაცვა საერთოდ არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც საჭიროა. ეს სიმბოლიკა არ არის. ეს არის საფუძვლის შექმნა საშუალო რადიუსის კამპანიის გაფართოებისთვის, რომელმაც უკვე უზარმაზარი სარგებელი მოუტანა უკრაინას 2026 წელს. მოდით ცოტა ხნით ამ კამპანიაზე ვისაუბროთ. 2026 წლამდე უკრაინას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა იმ მხრივ, თუ რამდენად ძლიერად შეეძლო დაერტყა რუსეთის უკანა ხაზებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მას აქვს სარაკეტო და რაკეტების სისტემები, როგორიცაა საჰაერო გაშვების ჰამერის რაკეტები და ატაქსები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის პოზიციებზე დარტყმა. მაგრამ რაც შეეხება დრონებს, უკრაინის არსენალში ძირითადად იყო FPV დრონები, რომლებიც ფრონტის ხაზისთვის იყო განკუთვნილი, და გრძელდისტანციური დრონები, რომლებიც თავად რუსეთის დასათმელად გამოიყენებოდა. მაგრამ 2026 წელმა უკრაინის ომში სრულიად ახალი ფაზა მოიტანა. პუტინის შეჭრის შემდეგ პირველად უკრაინამ შეიმუშავა საშუალო მანძილის დრონების სტაბილური მარაგი, რომლებიც ფრონტიდან 200 კილომეტრის რადიუსში მიზნის დაზიანებას შეძლებენ, ისე რომ ამისთვის უზარმაზარი თანხების დახარჯვა არ დასჭირდებათ. ეს უკრაინისთვის თამაშის წესების შეცვლას ნიშნავს და ის რაც ამის შედეგად ხდება, პუტინს სრულიად მოუმზადებელს ხდება. უკრაინის ახალ დრონების არსენალში შედის ისეთი იარაღები, როგორიცაა ჰორნეტი, რომელსაც შეუძლია 200 კილომეტრის დაფარვა და 5 კილოგრამიანი ტვირთის მიტანა, რომლის ღირებულებაც მხოლოდ $5,000. ეს არის ხარჯ-ეფექტურობა, რომელიც საკმარის ცეცხლის ძალას აერთიანებს რუსული ლოგისტიკური ობიექტების დასაზიანებლად და ეს პუტინის ახალი პრობლემაა. უკრაინის საშუალო მანძილზე დარტყმების მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა ასეთი დრონების გამოჩენით.
აპრილში უკრაინის საშუალო მანძილზე განხორციელებული დარტყმების რაოდენობა რუსეთზე გაორმაგდა მარტთან შედარებით და 4-ჯერ გაიზარდა თებერვალთან შედარებით. ეს დამთხევა არ არის, ეს კამპანია. და ეს არის კამპანია, რომელსაც ნათელი მიზანი აქვს. უკრაინის სტრატეგია, რომ მოწყვეტოს რუსული ლოგისტიკა ოკუპირებულ უკანა ზონაში. ამ კამპანიის ფარდასაჭერად უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა. პროგრამა, რომელსაც ლოგისტიკური ბლოკადა ეწოდება, $100 მილიონ მეც გამოყოფს იმ უკრაინული დანაყოფების მხარდასაჭერად, რომლებიც ზუსტად იმ ტიპის ობიექტებს ურტყამენ, რასაც მესამე არმიის კორპუსი ლუგანსკში ანადგურებს. ეს ძირითადად სტიმულირების სქემა. რაც უფრო მეტ ტექნიკასა და საჰაერო თავდაცვას გაანადგურებ, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებ იმისთვის, რომ რუსეთს სერიოზული ზიანი მიაკენო იმ ადგილებში, სადაც პუტინს ეგონა, რომ მისი ჯარები უსაფრთხოდ იყვნენ. ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც ეს კამპანია რუსი ჯარისკაცებისთვის იწვევს, არ უნდა იყოს დაუფასებელი. თვეების განმავლობაში პუტინის ძალებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლუგანსკი, გონიათ, რომ ძირითადად უსაფრთხოდ არიან, ხოლო იშვიათი სარაკეტო დათმა არ ღვევს ამ ილუზიის საფარს. ეხლა უსაფრთხოების ნებისმიერი განცდა გაქრა. უკრაინა ამტკიცებს, რომ შეუძლია უპრობლემოდ გააფრინოს დრონები ლუგანსკის თავზე, რაც რუსეთის ჯარისკაცებს უჩვენებს, რომ აღარაფერი იცავს მათ. ისინი უსაფრთხოდ აღარ არიან. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ესაა. უკრაინის საშუალო მანძილის კამპანია მხარს უჭერს სახმელეთო შეტევას, რომელიც რეკორდული რაოდენობით იბრუნებს ტერიტორიებს რუსეთისგან. 25 მაისის ანგარიშში ომის კვლევის ინსტიტუტი, ანუ ISW, ამბობს, რომ უკრაინის ახალმა სტრატეგიამ პირველად 2023 წლის შემდეგ შეცვალა ომის პოზიციური ხასიათი. ჩვენ ხედავთ შედეგს. რუსეთის წინსვლა იმდენად შეჩერდა, რომ მისი მიღწევები ფაქტობრივად ყოველ თვეში ნულოვან ზღვარზეა. უკრაინა კი თავის მხრივ ქმნის პირობებს შეზღუდული მექანიზებული მანევრებისთვის და ტაქტიკურ დონეზე კონტრშეტევებისთვის, რომლებიც ეფუძნება საშუალო მანძილზე განხორციელებულ დარტყმებს. უკრაინის წარმატება რუსეთის წინსვლის შეჩერებასა და ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთის მიღწეთის მიღწევების უკან დაბრუნებაში, პარალელურად უკრაინის მიერ ტაქტიკური მექანიზებული მანევრის ელემენტების შეზღუდული დაბრუნებით შესაძლოა ომის ახალი ფაზის დასაწყისს ნიშნავდეს, აცხადებს ISW. ეს ახალი ფაზაა, რაზეც ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკთან დაკავშირებით უნდა იდარტოს. საბოლოოდ ჩვენ ნახეთ, როგორ განახორციელა უკრაინამ მრავალი კონტრშეტევა, რომლებიც მხარდაჭერილია მისი საშუალო დონის დარტყმების კამპანიით. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთისგან 580 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. ამ გათავისუფლების დიდი ნაწილი უკრაინის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარეობს. თუმცა ხედავთ, რომ უკრაინამ დონბასში პროგრესის მიღწევა დაიწყო. 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა პოკროვსკში 3 კილომეტრის სიღრმეში წინსვლა დაასრულეს, რაც კიდევ ერთი რეგიონია, რომელსაც რუსეთი ამტკიცებს, რომ აკონტროლებს. არსებობს პარალელები იმასთან, რაც ახლახან ლუგანსკში ვიხილეთ, ყველგან. პირველ რიგში უკრაინა ურტყამს მოწინააღმდეგის ახლო ზურგს, როგორც ლუგანსკში დაამტკიცა, რომ ამის გაკეთება შეუძლია. ლუგანსკში სათანადო საჰაერო თავდაცვის სრული არარსებობა, როგორც ჩანს, ამაში დაეხმარა. ეხლა როცა უკრაინას შეუძლია ამ რეგიონზე დრონებით დათმა, ეს შესაძლებლობებს ქმნის. რუსეთის ლუგანსკის თავდაცვაში სისუსტის კერები ჩნდება, რადგან ლოგისტიკური არტერიები იჭრება. რაც ცის კონტროლით იწყება, მალე შეიძლება გადაიზარდოს მიზანმიმართულ კონტრშეტევებში, რუსეთის დასუსტებულ თავდაცვაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკრაინა ლუგანსკის შიგნით ტერიტორიებს ათავისუფლებს. ეს არის მოდელი, რომელიც უკვე ბევრჯერ ნახეთ, 2026 წელს და შესაძლებელია იგივე განმეორდეს ლუგანსკშიც, რაც პუტინისთვის სერიოზულ პრობლემებს შექმნის დონბასის ფრონტზე, რაზეც მალე ვისაუბრებთ. თუ ლუგანსკში უკრაინის მიღწევების სიმბოლურ მხარეს დაუბრუნდებით, მხოლოდ რუსი ჯარისკაცები არ არიან, ვინც თავს ტერმინატორის ფილმის შუაგულში აღმოჩენილებად გრძნობს. რუსეთის სამხედრო ბლოგერებიც არანაკლებ შეშინებულები არიან იმით, რასაც უკრაინა აკეთებს და ისინი ლუგანსკში არსებულ მდგომარეობაზე წერენ. ISW უწრება, რომ სამხედრო ბლოგერები ადასტურებენ. უკრაინა ლუგანსკში საშუალო მანძილის დათმებს ახორციელებს, ხოლო რეგიონის საჰაერო თავდაცვის გარღვევა იმასაც ნიშნავს, რომ უკრაინის დრონებს თავისუფალი გზა აქვთ რუსეთის რეგიონებამდე, მაგალითად როსტოვამდე. დონეცკსა და ლუგანსკში განხორციელებული დარტყმები ასევე იწვევს საწვავისა და საბრძოლო მასალის დეფიციტს, რაც ფრონტზე დასუსტებას უწყობს ხელს და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინამ მიზანმიმართული კონტრშეტევები განახორციელოს ადგილზე. თუნდაც ეს შეტევები უშუალოდ ლუგანსკს არ ესმოდეს თავს, უკრაინის მიერ ლუგანსკის ცის კონტროლი პრობლემებს ქმნის დონეცკში, სადაც ჯარისკაცები ფრონტზე მხარდაჭერისთვის ლუგანსკიდან შემოტანილ აღჭურვილობაზე არიან დამოკიდებული. რუსეთის კონტროლი ლუგანსკზე ისეთი არ არის, როგორც ისინი ამტკიცებენ და უკვე ვხედავთ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები ამ ფაქტს ამჟავნებენ, რაც ნიშნავს, რომ ის პროპაგანდა, რომელზეც პუტინი ასეთ ძლიერ არის დამოკიდებული, ასევე იწყებს რღვევას. ეს კიდევ ერთ პრობლემამდე მიგვიყვანს, რომელსაც ლუგანსკში უკრაინის დარტყმები იწვევს. პუტინი სწრაფად კარგავს ბერკეტებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. რუსეთის გრანდიოზული განცხადებები ლუგანსკის კონტროლის შესახებ, ისევე როგორც ქალაქების მაგალითად პოკროვსკის კონტროლის შესახებ, მხოლოდ იმისთვის არ კეთდება, რომ რუსი ხალხი დაარწმუნონ თითქოს სპეციალური სამხედრო ოპერაცია სწორად მიმდინარეობს. რუსეთი ასეთ განცხადებებს აკეთებს იმიტომ, რომ სურს შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთი უკრაინაში მძვინვარებს და უკრაინის არმიას არაფერი შეუძლია დონბასის რეგიონის დაკარგვის შესაჩერებლად. რას ნიშნავს უკრაინის მიერ ლუგანსკის ცისკოს კონტროლი პუტინის ნარატივისთვის? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არაფერს კარგს არ ნიშნავს.
როდესაც რუსეთის წინსვლანელდება და უკრაინა ამტკიცებს, რომ პუტინის განცხადებები მისი ძალების ამოწურვის შესახებ მცდარია, რუსეთს სულ უფრო უმცირდება შანსი მიიღოს ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინა დონბასს დათმობს. უკრაინა მესიცის. აერატო, როგორც უკრაინის ახალი ხმა 29 მაისს იტყობინებოდა, უკრაინა ცდილობს ლიდერების დონეზე მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან, მას შემდეგ რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შენელდა. აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატმა თავისი ეფექტურობის ზვარს მიაღწია, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბრიმ აღნიშნა. ეხლა დადგა დრო, რომ უკრაინამ, როგორც სიბრი ამბობს, პირდაპირ რუსეთს წარუდგინოს რეალისტური წინადადებები. ამ წინადადებები, როგორც ჩანს, დაიწყება საკონტაქტო ხაზის გასწრუებ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტით, რასაც მოხვება უფრო ფართო მოლაპარაკებები მშვიდობაზე. რუსეთს შეიძლება მოუწიოს ამ ახალი ფორმატის მოლაპარაკებების მიღება. უკრაინის ომმა გარდამტეხ ეტაპს მიაღწია და არაფერი მიდის რუსეთის სასარგებლოდ. უკრაინა აძლიერებს დრონულ ომს და დაიწყო ისეთი სამიზნეების დაზიანება, რომელთა დაზიანებაც ადრე არასდროს შეეძლო. წინა ხაზზე წინსვლები ხდება და საშუალო სიშორის სტრატეგია, რომელსაც უკრაინა მისდევს, როგორც ჩანს, საფუძველს უქმნის ისეთ წინსვლებს, რომლებიც შეიძლება ლუგანსკამდე წავიდეს. ამ ყველაფერს პუტინის გეგმით არ ვითარდება. რუსეთის ლიდერმა სექტემბრისთვის დონბასის სრული დაქცევის ვადა დააწესა. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ამის შესახებ აპრილში განაცხადა. იმ დროს ეს მიზანი ამბიციური ჩანდა. ეხლა როცა უკრაინის დრონები ლუგანსკის თავზე დაფრინავენ და რუსეთი წინააღმდეგობას არ უწევს, ეს სრულიად აბსურდულად გამოიყურება. დონბასის კონტროლის საკითხი არის მთავარი დაბგოლება მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მესამე არმიის კორპუსის ოპერაციამდე რუსეთს შეეძლო ეთქვა, რომ ლუგანსკზე სრული კონტროლი ჰქონდა და ამას მნიშვნელოვანი ადამიანები სჯეროდათ. მაგრამ ეს კონტროლი აღარ არის ის, რაც პუტინს სჭირდება. ლუგანსკის ზემოთ ცა უკრაინას ეკუთვნის. უკრაინის დარტყმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის ფარგლებს გარეთ უფრო ძლიერ და ინტენსიურ ხასიათს იღებს. თუ პუტინს ომიდან თუნდაც უმცირესი ღირსების შენარჩუნების იმედი აქვს, მან ახლა უნდა აერჩიოს მოლაპარაკებების დაწყება. თუ ასე არ მოიქცევა, უკრაინა იდეალურ მდგომარეობაშია, რომ ლუგანსკში საჰაერო ბრძოლის კონტროლი დონბასში სახმელეთო უპირატესობად აქციოს. გარღვევები ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე დაცემულად ითვლებოდა და პოკროვსკი ამის იდეალური მაგალითია. ჩვენ ეს უკვე ვახსენეთ. უკრაინამ ქალაქში 3 კილომეტრით წინ წაიწია, რომელზეც რუსეთი აცხადებს, რომ კონტროლი აქვს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ეს რუსეთის კამპანიისთვის დონბასში? ამ კითხვებზე და სხვა საკითხებზე პასუხებს შეგიძლიათ ჩვენი ვიდეოს ყურებით გაიგოთ, სადაც ვსაუბრობთ თუ როგორ განახორციელა უკრაინამ სასტიკი შეტევა პოკროვსკის ხაზებზე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზის მეტი ვიდეო უკრაინის ომში მიმდინარე რეალურ მოვლენებზე. მადლობა ყურებისთვის.